დღეს არის განსხვავება ის, რომ ჩვენ ყველას მემოსახლეობას მინდა და ადამიანებს მიმართო ჩვენი ტელევიზორი შეგვიძლია გქონდეს. აი ეს არის დღეს განსხვავება. თუ ამასაც შეეხებიან, მაშინ ეს ქვეყანა უბრალოდ დაიხურება და მე ყველა იმ ადამიანს მინდა უბრალოდ შევახსენო. მათ ძალიან კარგად იციან მედიის მადლი და მედიის სიკეთე, რასთან არის დაკავშირებული. ყველაფერი, რასაც თქვენ გაიგებთ, ეს არის დღეს მედიის მუშაობის შედეგი. ანუ ის რომ ჩვენ გავიცანით არაჩვეულებრივი პატიმრები, ახალგაზრდა ბიჭები და ის რომ ჩვენ ვიცით და გვაქვს წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ ადამიანებს ებრძვის ამ წუთას ხელისუფლება, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რატომ მოხდა ეს და როგორ უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს. ის რომ ჩვენ ზვიად ცეცხლაძის არაჩვეულებრივ ნარკვევებს ვკითხულობთ, ვისმენთ, გიორგი ახალბაძის, ანდრო ჭიჭინაძის, ირაკლი მიმინაშვილის და რომ ვიცნობთ საერთოდ ადამიანებს, აი ამ ადამიანებს. ეს რა თქმა უნდა მედიის დამსახურება. ის რომ ჩვენ იმ წუთშივე გადამოწმებული ინფორმაციის მიღება შეგვიძლია, ის რომ თქვენ შეგიძლიათ მოყვეთ თქვენი ამბები, მოხვიდეთ და მოყვეთ უბრალოდ თქვენი ამბები. ეს ყველაფერი არის მედიის, ნამდვილად მედიის ვალდებულება. ამას არავინ არ ამბობს, რომ ეს ჩვენი კეთილინება არა. ვალდებულება მოვდიოდით, ვიღებდით, ვაშუქებდით და მერე მივყვებოდით უკან გადაიჭრა თუ არა ეს პრობლემა. სხვა შანსი ამ ქვეყანაში და მინდა გითხრათ არც ერთ ქვეყანაში არ იქნება. თუ თქვენი ხმა არ იქნება მოსმენილი, შესაბამისად ის პრობლემა არ გადაიჭრება, არც იმ საჭიროების შესაბამისი მოქმედება იქნება ჩადენილი და მე ამ მთავრობის მთავრობას მინდა ერთადერთი კითხვით მიმართო. ნამდვილად არ გაინტერესებთ რა ხდება თქვენს ქვეყანაში და ფიქრობთ, რომ აი ასეთი ტიპის მმართველობა გაძლებს საუკუნოდ? ესეთი რამ ხო გამორიცხულია, იმიტომ რომ თქვენ თუ არ იცნობთ ადამიანებს, ვინც თქვენ დავალებებს გაძლევთ, ანუ დავალების მიცემაში და შესრულებაში გულისხმობ, რომ მე შენ დაგიქირავე, იმიტომ რომ შენ ჩემი პრობლემა მოაგვარო. შენ შემიქმნა პირობები იმისთვის, რომ მე ღირსეულად ვიცხოვრო და ამისთვის საჭიროა აუცილებლად რომ მომისმინო და მოსმენის ერთადერთი შანსი არის მედია. მე მინახავს ადამიანები დარწმუნებული ყველა ჩვენგანს გვინახავს ადამიანებისაც არც ჩამოსვლის არანაირი საშუალება არ აქვს და არც გადაადგილების სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ელემენტად ხოლმე ყველა ნინო თქვენი გადაცემის დახურვა ნინო არის მაგალითი როგორ შეეხება ეს სისტემა ყველას ხო მათ შორის ქართული ოცნების ამორჩეველს ვინც ახლა გვიყურებს ვისაც შესაძლოა ჩვენ როგორც ჟურნალისტები არ მოვწონვართ მაგრამ სწორედ მათ მინდა ყველა მივმართოთ რომ ეს ყველაფერი შეეხება მათაც როცა ჩვენ გაგვაქრობენ მათ დავჭირდებით და მათაც მიადგებიან და ჩვენ ხმის ამომღები ამ ქვეყანაში არავინ დარჩება. მათ მინდა მივმართოთ პირველ რიგში. მოკლედ ძალიან მოკლედ. აი ზუსტად ეგ მინდა ვთქვა. განებეთ თავი მას მოგწონვართ თუ არ მოგწონვართ. იცოდეთ ერთი, აუცილებლად, როდესაც თქვენ დაგჭირდებათ რომ იყვიროთ მიშველეთ. და დაგჭირდებათ აუცილებლად. გამორიცხული არ ვარ დაჭირდეთ. ყველას ეხება ეს, იმიტომ რომ ეს მე გამიმეორებია რამდენიმე ჯერ უკვე ჩემს ცხოვრებაში. ახლაც გიმეორებთ. როცა თქვენ დაგჭირდებათ სოს სიგნალის ჩართვა, თქვენ ვერავინ მოგისმენთ.